თქვენი მოწყობილობა შეკეთებას საჭიროებს. ჩვენ ვთავაზობთ უფასო დიაგნოსტიკას. ვიღებთ და გიბრუნებთ პირდაპირ კართან ზარების და გადაადგილების გარეშე. შეკეთებამდე ვაგზავნით შეთავაზებას და ვაგრძელებთ მხოლოდ თქვენი თანხმობის შემდეგ. მარტივი, გამჭვირვალე და პროფესიული. ბმული აღწერაში. LSSP 506-ის ეკრანის შეცვლის პროცესი მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან ნაბიჯს, რომლის შესრულება აუცილებელია, რომ ეკრანი სწორად და უსაფრთხოდ შეიცვალოს. პირველ რიგში საჭიროა ჩამოწეროთ საჭირო ინსტრუმენტები, პინცეტი, მინიატურული მავთულის ხრახნი, ტრადიციული ხრახნი მჭიდი, პლასტიკური საკვები და აქსესუარების სია, რაც აუცილებელია პროცესში. 1. მოწვდილი დიაგნოსტიკა. პირველ რიგში დარწმუნდით, რომ ეკრანი ნამდვილად დაზიანებულია. ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ უფასო დიაგნოსტიკა, რაც შეიძლება გაცვლოს ადგილობრივმა სერვის ცენტრმა. თუ პრობლემა მხოლოდ ეკრანის ნაწილშია, მაშინ შეგიძლიათ უსაფრთხოდ გააგრძელოთ პროცესზე. 2. მოწვდილი სამუშაო ადგილი. მოამზადეთ სამუშაო ადგილი. დარწმუნდით, რომ გაქვთ საკმარისი განათება და სუფთა ზედაპირი, სადაც შეძლებთ მუშაობას. 3. ჩართვა და გამორთვა. გათიშეთ ლეპტოპი და მოართვით მას ყველა კაბელი, მათ შორის კვების კაბელი. 4. უკანა სახის მოხსნა. გამოიყენეთ მინიატურული ხრახნი მჭიდი, რათა მოიხსნას უკანა სახის ყველა ხრახნი. დაიწყეთ ხრახნების ამოღება და შემდეგ ნელა აიღეთ უკანა სახე, რათა დაზიანება არ მოიტანოთ. 5. ეკრანის გაწვდილი. ახლა თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ ეკრანის კაბელს. მოიძიეთ ეკრანის კაბელი და ნელა მოიხსენით ის. 6. ახალი ეკრანის დაყენება. ახალი ეკრანის დაყენება ხდება უკუქცივ პროცესზე. გაწვდილი ახალი ეკრანის კაბელი და დარწმუნდით, რომ იგი სწორად არის შეერთებული. 7. უკან დაბრუნება. როცა ახალი ეკრანი უკვე სწორად არის დაყენებული, შეგიძლიათ უკან დააბრუნოთ უკანა სახე და დააბრუნოთ ყველა ხრახნი. 8. ტესტირება. ყველა პროცესი დასრულების შემდეგ ჩართეთ ლეპტოპი და შეამოწმეთ ახალი ეკრანის მუშაობა. დარწმუნდით, რომ ყველაფერი სწორად მუშაობს. თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა ან პრობლემა, შეგიძლიათ მიაწვდოთ ადგილობრივ სერვის ცენტრს, რათა უფრო დეტალურად გაცდოს დახმარება. ასევე ყოველთვის შეგიძლიათ მიმართოთ ჩვენს ვიდეოებს, რომ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია და რჩევები. ჩვენი რეკომენდაცია იქნება, რომ საცდელი პროცესის განხორციელების შემდეგ, თუ რაიმე პრობლემა გაცდოს, დაუკავშირდეთ პროფესიონალებს ეკრანის ნაცვლად. რაც შეეხება პროცესს, იმედია, რომ ეს სახელმძღვანელო დაგეხმარებათ წარმატებით შეცვალოთ თქვენი LSSP 506-ის ეკრანი. თქვენი მოწყობილობა შეკეთებას საჭიროებს. ჩვენ ვთავაზობთ უფასო დიაგნოსტიკას. ვიღებთ და გიბრუნებთ პირდაპირ კართან ზარების და გადაადგილების გარეშე. შეკეთებამდე ვაგზავნით შეთავაზებას და ვაგრძელებთ მხოლოდ თქვენი თანხმობის შემდეგ. მარტივი, გამჭვირვალე და პროფესიული. ბმული აღწერაში.